გამარჯობა, დღევანდელი ეპიზოდი მინდა დავუთმოთ ახალი წლის ღამეს და ზოგადად დღესასწაულებს. და ჩვენ ერთ გულმსმენელს უაქვს ხოლმე ჩვენი თან კითხვები და გვიგზავნიან ხოლმე ამ კითხვებს ძალიან ხშირად, მოკლედ გავმეორდებით და ძალიან ხშირად და ზუსტად ახლა აინტერესებთ ახალ წელს როგორ უნდა მოვიქცეთ, რა უნდა გავაკეთოთ ჭამის კუთხით ვარჯიშის მხრივ, ფსიქოლოგიურად როგორ მოვიმზადოთ და ასე შემდეგ, განწყობა და ასე შემდეგ და საკმაოდ ბევრი კითხვა შემოვიდა სხვათა შორის. და ეხლა მე აქ ყველა გადმოვიტანე და ვეცადოთ მაინც რომ ამ ეპიზოდში ყველას გავცეთ პასუხი. მოგესალმები მაყურებელს. ესე იგი, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, უმეტესი კითხვა ვარჯიშთან, კვებასთან დაკავშირებით არის, მაგრამ ვარჯიშზეც გვაქვს და აი მაგალითად ესეთი რაღაცა ფსიქოლოგიური კითხვაც არის. რატომ გვაქვს დეკემბერში განცდა, რომ ახლა აღარ აქვს აზრი არც ვარჯიშს, არც კვებას, რაღაც დეკემბერი უკვე ახალი წელი მოდის, მალე ბევრი დღესასწაულია, ბევრი 25-ს აღნიშნავს. მე უკვე ახალი წელი და ასე შემდეგ და რაღაცა მოდუნებულები ვართო და თითქოს ბოლოცვეს აზრი ხო არა. და აზრი აღარ აქვს. როგორ იცი, ინდივიდუალური იქნება ხა ვის რა განცდათ, მაგრამ ზოგადად ჩემი აზრით აი ეს მცნიანობაში რაღაც ერთიანი საერთო განცდა იმიტოა რომ ჯერ ეს ერთი რომ თქვათ აი წენი მთავდება და მიწურუნია და ძალიან ცოტა 365 დღე და რაღაც ცოტა გადარჩა ბოლო რაღაც 30 დღე, 20 დღე, 25 დღე, ვისთვის როგორ და აი ვიღაცა თუ რაღაცა თქვათ პერიოდულად აი და ურევდა, მაინც და მეც ისე კარგად ვერ მიდიოდა რაღაცა ნახევარი ჩააგდო ან რაღაც როგორც უნდა და ასე ვთქვათ ისე ვერ მიყვა მთელი წლის განმავლობაში ეს 20 დღე რა შემიცვნის ეგ განწყობა შეიძლება კონდეს. აი ესე გავიარე და ხა 300 რაღაცა დღე ესე გავიარე და 20 დღემ რა უნდა შეცვალოს. ერთი ეგ ვარიანტი იქნება. მეორე ის რომ აი ყველასაა განწყობა, აი წინ ის დღეები მოდის, როდესაც შეიძლება ის დღეები რაღაც კარგად, ანუ როგორც უნდა და ზოგმა გადააჭარბა მოლოდინს და რაღაც იდეალურთან ახლოს ჩაატარა, მაგრამ აი დარღვევის დღეები მოდის, რომელიც მე კი არა რაღაცა საქვეყნო ის არის რაღაც დღესასწაული, რომელზეც ყველამ თითქოს აუცილებლად უნდა დაარღვიოსავით და მაინც დარღვევა მიწევს და აი ზოგი ბოლო 15 დღე იქნება თუ 20 დღე აი მოდი მივაბამ აღარ ჩავაჭერ თავს მე მაინც ახლიდან ისე უნდა რაღაცა აქტიურად რაღაც დიდი ძანებით შეუტიო ისევ და მოდი მოვდუნდები რაღაც მივცემ ჩემ თავს უფლებას რომ აი ბოლო დღეები რაღაცა მაინც ზოგ შეიძლება კმაყოფილებას კონდეს რომ აი ამდენი ვიშრომე და მოდი მიუშვებ. ან ზოგმა როგორც თქვი რომ აი დიდად ვერ ჩავატარე როგორც მე მინდოდა და აზრი არ აქვს რაღაცას რაც ჩემი აზრით აი არასწორი ძალიან არასწორი მიდგომა და პირიქით ორივე შემთხვევაში ცუდად თუ ჩაატარე ბარემ იქნებ ბოლოს მაინც ცოტა რაღაც დღეები მაქსიმალურად კაცრად გააკეთო და იქნებ რამე ოდნავ გამოსწორდეს უკეთესი ვარიანტია მე შემდეგი წლისთვისაც ფსიქოლოგიურად და გონებრივად უფრო რაღაცა ის ხვანაერ უფრო მხნეთ იქნები და უფრო მარტივად გადადგამ რაღაც რადიკალურ ნაბიჯებს ასე ვთქვათ და მეორე ვარიანტი რომ პირიქით კარგად ჩაატარა თვითკმაყოფილი ხარ ასე ვთქვათ ბარემ ბოლომდეც იქნებ რომ მე აი როგორც თქვი შემდეგი წენი აქტიური რაღაც ახალი ენერგიით უნდა დაიწყო და აი ის გექნება რომ აი რაღაცა ბოლოს თითქოს რაღაცა აი ჩავაფლავე რაღაცის და გაგიჭირდებათ მე ახალი წლის უფრო აი რაღაცა ფრეშად და სწრაფად და რაღაც აქტიურად დიდი ძალისხმევით დაწყება ჩემი აზრით. კარგი, შემდეგი კითხვა ძალიან მომეწონა. როგორ არ გადავიდეს 1-2 დღიანი გადაჭარბებული კვება ბჭყალებში кейფი 1-2 კვირიან ქაოსში? არ გადავიდეს ესეთია რა, ვინ როგორ გადაწყვეტს რა იდეაში აი შეიძლება შემდეგაც იყოს მაგაზე კითხვა, მაგრამ ეხაც ვიტყვი რომ ეს ახალი წლის პერიოდი, რა არის ახალი წლამდე 31, კაი დღეები რო ჩამოვთვალოთ 31 პირველი
ну ორი არაფერს ვაშ, მაგრამ იყოს ორიც, რადგან დასვენება იყოს ორიც. 7 ავიღოთ კიდე რაღაცა. ну აი კიდე დავუმატოთ 14-იც ავიღოთ რა. ну იყოს, თქვა 5 დღე არის, 5 დღე. ანუ ეს 5 დღე რამდენიც არ უნდა ჭამოთ რა. სულ რო გადაკეტ ყველაფერი და მიუშვა თავიდან ბოლომდე 5 დღე. 5 დღე ვერაფერს ვერ აი კი რა თქმა უნდა ცოტა რაღაცა იმას იზამს, მაგრამ თუ მკაცრად აი აიღე ეს 5 დღე და ამ 5 დღეში რამდენიც გინდა დანიე, რამდენიც გინდა ჭამე, აი რადიკალური რაღაც უკან დამხევის არ ექნება რა. თუ იზამ მარტო ამ 5 დღეს და არ მიაბამ როგორც აი ყველას აი იმიტომ ვთქვი რა იგმოლოდინია ყველას რომ აი რაღაც 31-დან რომ დაიწყება ზოგი 31-ს არ ელოდება რაღაც 25 ან რაღაცის მერე მაინც მოდის როგორც ვთქვი და მიუშვებ ბარემ დააწყება 31 ან 25-დან და რაღაც 14-15-ში დამთავრდება. აი თითქმის მთელი თვე გამოდის. აი თითქმის მთელი თვე უკვე აი ძალიან დიდ გავლენას მოახდენს, როგორიც არ უნდა შედეგი ქონოდა უეჭვენი, აი უკან ძალიან ბევრი ნაბიჯია და თუ მაინც და მაინც ისე ვერ ჩაატარე, პირიქით აი კიდე უფრო და იმიტოა სხვათა შორის რომ უჭირთ რომ აი ეს პერიოდი თუ არა 5 დღე არამედ რაღაცა 15 და 20 და თითქმის თვემდე გაგრძელდა აი მე ამ მთელი თვის არც თუ ისე რაციონალურად პირდაპირ შემიძლია თქვა არასწორად ჩატარების გამო მე ყოველთვის უფრო რთული იქნება აი შემდეგი წლის ახალი New Year, New Me ამბავიზე შეტევა ბევრად რთული იქნება თუ ბოლო 15 დღე არის ანუ ავიც აი დიდად სიამოვნებას ვერც ვიჯერებ რომ 1 დღე 2 დღე კაი 3 მიაყონე ანუ მე-13 მე-15 დღეზე ჭამა და სმა ეგეთი სასიამოვნოა არ ვიცი არა არ არის უბრალოდ რაღაც ზოგი ინერციით მიდის ზოგი იმ განწყობით რომ აი მე მთელი 300 რაღაცა დღეს უმკაცრად რაც კაი რა მთელი 300 უნდა რაღაცა რადიკალური სხვა როჟა გავიჩიტები და ამიტომ ეს სხვა როჟა რადიკალურად განსხვავდება ეხა რაც აი ბოლო 15 დღეში რაც ადამია ნუ სუფრაზე როგორ ვჭამო ისე რომ არც სიამოვნება მოვიკლო და არც გადავაჭარბო და საშინელი სიმძიმე არ მქონდეს იცი როგორ არის მანდაც აი ხარ რაც ვილაპარაკეთ იქიდან ლოგიკური გაგრძელება ორია რა თუ მარტო გადაწყვეტ რომ აი რაღაც ეს 5 დღე ან 4 დღე რაც ავიღეთ რომ აი მარტო ამ დღეს ვიზამ დანარჩენი ჩვეულებრივად მიყვები როგორც აქამდე ვიყავი მაშინ შეიძლება რომ აი მოდი რა რაღაც მაქსიმუმ სიამოვნებაზე წავალ და ცოტა სიმძიმეს ავიტან რაღაცა ცოტა სიმძიმე ოკეი იქნება სავით რაღაცა რა და თუ მეორე ვარიანტია რომ თქვა არც ეგ სიმძიმე არ უნდა განიცადოს და თან სიამოვნებაც უნდა მანდ ვარიანტი გამოდის რომ რაოდენობას რა ანუ გადამწყვეტი მნიშვნელობა მაგრამ რა შეჭამს არა რა უკვე მანდ შემოდის რამდენ შეჭამს რა რაც ენატრება რაც უნდა რასაც ხედავს თუ ფიქრობს სიამოვნებას მიანიჭებს კი ბატონო ყველაფერი გადმოიღეთ ყველაფერი გასინჯეთ თუმცა იყო კონდეთ ის რომ აი თეფსი რაღაცა რო გადმოგაგდა კიდე 5 რაღაცის გაშინძვა მინდა აი პირველივე გადმოღებული საკვებით უკვე არ გაივსოთ რა იცი რომ წინას აი სხვა 5 კერძის უნდა გავსინჯო და ზომიერად რომ ასე თუ ისე დაიკმაყოფილოთ თავი მაგრამ 5-ვე კერძს რო გასინჯავთ აი მუცელი გახეთქვაზე რო არ კონდეთ უკვე მაგ მიზანის მიღწევა გამოდის რა ჯობია წინასწარ ცოტა ვჭამოთ სანამ სუფრაზე მივალთ თუ ჯობია ცარიელი კუჭით მივიდეთ სუფრაზე აი იცი როგორ არის აი მანდაც წინასწარ უკვე თუ ფიქრობ აი წინასწარ როგორ ვქნა აი გააჩნია მაშინ წინასწარ უკვე განსაზღვრული უნდა კონდეს იქ სუფრაზე რას აპირებ რა თუ სუფრაზე აი როგორც თქვი რა შეძნებ თავს და ასე თუ ისე ყველაფრის გასინჯვა გინდა ყველაფერი მოგენატრა და აი გინდა რომ მაქსიმალურად სიამოვნება მიიღო მაგრამ აი მოლოდინი გაქვს მაინც ასე ვთქვათ რომ ზომიერად შეძნებ მაშინ ჯობია მანამდე ნუ რაც უფრო ნაკრები გექნება ნაჭამი აი რაღაც რამოდენიმე კერძისთვის რაც გინდა რომ გასინჯო ასე ვთქვათ მეტი ადგილი გექნება მომცველში და მეტ შეძნებ რომ გასინჯო სიამოვნება მიიღო აი თუ
წინასწარ არ გაქვს რომ აი ეს კერძები მომენატრა და რაღაც აი მის გასინჯვა მინდა აუცილებლად მინდა ამ კერძგან სიამოვნება მივიღო და უბრალოდ რაც იქნება რაღაც მანამდე ხო გაქვს სახში ყველაფერი საახალწლო და მაგას ვიძახი რა ხო და თუ აი წინასწარ არ გაქვს დაგეგმილი არაფერი რაღაც არანაირი შეზღუდვა ჯობია დღის განმავლობაში ჩვეულებრივად მიირთვა რაღაც რომ საღამო რომ მოვა მე რაღაც გაძნიერებული შიმშილის გზნობა არ კონდეს და შენება არც გინდოდეს დიდად ის კერძი უკვე გასინჯული კონდეს მაგრამ რახან ქშია თან ღამეა თან ცოტა ალკოჰოლიც რო ჩაერთვება საქმეში თუ ეგ ვარიანტია მაშინ აი გარცულდება ბევრად გაკონტროლება და უკონტროლოდ მოხდება რაღაც კერძების ალკოჰოლზე ბევრი კითხვაა და მე გავიაროთ ხაჭაპური საცივი მაიონეზიანი სალათები რომელია ყველაზე არასასურველი კერძი სუფრაზე ხაჭაპური საცივი მაიონეზიანი კერძები მე თუ მკითხავ ბოდიში მე არჩი ამ სამიდან მე თუ მკითხავ ყველაზე არასასურველი კერძი სუფრაზე ახალ წელს არის ნამცხვარი აი რა შუაში არის ნამცხვარი საერთოდ არ ძალიან ბევრს აქვს ხოლმე ხო კი აქვთ ხოლმე და ნამცხვარს ისედაც ხშირად შეგიძლია მიირთვა ანუ განსხვავებით გოზინაყესგან და ესეთ აფერთან აი რატო უნდა ზედმეტად დაიკავოს კუჩი ადგილი თუმცა ამ ადამიანს კონკრეტულად ალბათ ეს სამი უყვარს და ეს აინტერესებს და ამაზე უპასუხოთ ხო, აი ნამცხვართან აი აბსოლუტურად სწორად ვსჯელობ, ნამცხვარიც სხვა ყველაზე ახლოს არის ხაჭაპური რა. რა საცივი თქვი და მაიონეზიანი სალათები. მაიონეზიან სალათებსაც აი გააჩი ცოტა ბოსტნეუნიურევია, შეიძლება ზოგი ხო ქათმისა თუ რაღაც. ქათმის და ისო ოლივიე მე მგონი აი ეს. ოლივიეცო ბოსტნეუნი, ოკეი, ნორმალურად არის ასე თქვა. ნუ ეგეც ოლივიე მაინც უფრო საახალწლო და ის არის რა. აი რაღაც ჩვეულებრივ დღეებში აი ოლივიე არ ხდება არსად რა თითქოს რა. ხაჭაპური ყველაზე ესეთი რა. მაიონეზი რო ჯანსაღი არ არის შეიძლება მაგას გულისხმობ? ხო, მაგრამ არც ხაჭაპურში ფქვინი მაინც და მაინც ისეთი თან აი ცხიმში გაკეთებული ხაჭაპურის მით უმეტეს თუ მეგრუნია ან აჭმა არის ხო? ძირითადად იმერუნია ხოლმე რა, მსუბუქი ხაჭაპური. მაინც ასე ვთქვათ. მაინც ასე ვთქვათ, არაფრის მომცემი და აი ერთი რო თქვა ციlaცხი მინახე წყალი nutritionally dense რო აიღო არაფერს ან ნუტრიციულად თვისებებით დიდად არაა დატვირთული და მეორე სხვა კერძების გასინჯვას თუ გინდა ხაჭაპური აი ავსებს და ამძიმებს კუჩს აი როგორც სხვა არაფერი. პრინციპში ნამცხვართან ხაჭაპურიც იგივე მომაში გადის. იგივეში ხაჭაპური სხვა დროსაც ხა ნებისმიერ დროს ხშირად სხვადასხვა სუფრებზე შეგხვდება რა და რავი, აი ესეთია რა. საცივში აი ცილა, სასარგებლო ცხიმი, ასე ვთქვა, ზომიერ რაოდენობით თუ მიიღებ. არც თუ ისე პირიქით სუჩი არ გავიყვანდი და ანუ აი მაიონეზიანი სალათებიც მოგენატრა, ზომიერად ჭამე. ოკეი, აი ხაჭაპურია ამოვაგდებდი ჩემი აზრით. კარგი, ბავშვები როგორ დავიცვათ, ალბათ ცუდი სიტყვა არის, რომ ბევრი ტკბილეული არ ჭამონო რა, მოკლედ აზრი ეგ არის. ბავშვები როგორ შევაჩეროთ ახალწელს ალბათ ესე უფრო სწორი იქნებოდა რომ ბევრი შეტკბილეული, იმიტომ რომ ხო შოკოლადები და ბევრი ნუ გოზინაყი თავისთავად ჩურჩხელა, ნამცხვარიც თუ არის და ესე რომ სუფრასთან სურო დევს და რამდენიმე დღე და ზოგჯერ კვირები გრძელდება ხოლმე და ეს ბავშვი რო ხედავს, მივა აიღებს ალბათ და მაგას. ხო და აი შევაჩეროთ ისეთი ამბავია რა, თუ უკვე მიჩვეუნია, აი გააჩნია ბავშვი რა ხელაა და რამდენად უყვარს და რამდენად მიჩვეუნია ტკბილს რა. თუ არის რომ ისედაც საახალწლო პერიოდში არა ისედაც ოჯახში ტკბილეუნის უარი და ბავშვი ტკბილს სისტემატურად სუჭამს, ანუ ახალ წელზე დაუშალო და შეაჩერო რაღაც სტანდარტულად რაღაც მაგარნიძე ვიძახი რაღაც 5 რაღაც განფეტი იქნება თუ ნამცხვარი რაღაც 5 რაღაც ტკბილეულს ჭამს. ეხა მოდი 6 ან 7 არ ჭამო, ანუ აზრს მოკნებულია და პირიქით ბავშვის ფსიქიკაზე შეიძლება რაღაცა საახალწლო განწყობა, ყველას უხარია, ყველას რაღაცა და 5-ის მაგრად 6 ან 7 რო ჭამოს, მისთვის ლოგიკური იქნება. თუ ბავშვი თქვა ისედაც არა მიჩვეუნი და აი ოჯახში რაღაც ტკბილეული, ესე ყოველდღიურად და რამდენიც უნდა ესე არ არის და დიდად არც უყვარს. მაშინ ეს აკრძალოთ რა თქმა უნდა თუ არის მით უმეტეს სახში და უფროსებიც მიირთვენ არანაირად დაშვებული არა აკრძალვა, მაგრამ აი ის რომ
ძალიან იშვიათად ჭამდა და ძალიან ცოტა რაოდენობით და ეხლა რამდენიც უნდა მიასკდეს, არა, ცოტა მშობელმა უნდა გაუკონტროლოს, რომ თქვა ჩვეულებრივ პერიოდთან შედარებით თუ რაღაც 3 დღეში ერთხელ ერთ ნაჭერ თუ ერთ კამფეს რაღაც ზესტს ჭამდა, ეხლა რომ 3-4 დღის განმავლობაში 2 ან 3 ტკბილეუნი ჭამოს სრულიად ნორმალურია რა. ეს საახალწლო პერიოდი და რაღაც ექსაიტმენტ და რაღაცა ცოტა სასიამოვნო შეგრძნებები რატო უნდა ისქნა? რატო უნდა ჩაახშო? ხო რა, რატო უნდა ჩაახშო? ბავშვსაც რატო? ხო რა, რომ რაღაცა განსაკუთრებული პერიოდია იყოს რატომაც არა. ალკოჰოლი თუ დესერტი, რომელია უარესი? სუფრაზე, ანუ ალბათ მაგას გულისხმობენ. ალკოჰოლი თუ დესერტი, რაოდენობა რომ ერთი და იგივე იყო? აი, რაოდენობაზე, რა გადამწყვეტი მნიშვნელობა რაოდენობას აქვს რა. ნუ ალკოჰოლი ხო გააჩნია ხაზი. ერთი ჭიქა თქვა რაღაც ამდენი 120 გრამი თუ 125 გრამი ღვინო, ვიდრე რაღაც ერთი ძალიან დიდი რაღაც ნამცხვრის ნაჭერი. მე ალკოჰოლს მივანიჭებდი უპირატეს, თან მით უმეტეს საახალწლოდ. და დიდ რაოდენობაზე? აი, დიდ რაოდენობაზე მაგრამ იმდენ ნამცხვარს ვერ შეჭამ რამდენ ალკოჰოლი ბევრი შეიძლება ზოგადად ალიოს გააჩნია და თქვა ეხა რაღაც 3 საშუალო ნაჭერი ნამცხვარი და 3 დიდი ჭიქა რაღაცა აი უკვე თითქმის 9 ლიტრამდე ღვინო მაშინ ნამცხვარს მივანიჭებდი, იმიტომ რომ ალკოჰოლი 9 ლიტრ ღვინოს დალევას რა უნდა სანდრო? მე თავისუფლად ჩამეძლია. მე რო და ხო და მაგას ვიზა. აი ვისთვის როგორ კონკრეტულ სიტუაციას ზოგადი პასუხი მაგას გაუჭირდება. აი ჩემთვის მაგათად მე რო ავიღო თქვა ალკოჰოლს არ სვამს ადამიანი. 4 ჭიქა არის რეალურად 9 ლიტრი ხო 4 ჭიქა ნუ ყოველდღე ვერ დავლევ ერთმე, მაგრამ ახალ წელს არ მექნება დიდი პრობლემა მაგაზე. ხო და შენ შემთხვევაში კონკრეტულ ადამიანს და მის კონკრეტულ მოცემულობას გააჩნია, ეს ზოგადი პასუხი გამიჭირდება. კონკრეტულად შენთვის მაგათად 4 ჭიქა ღვინო უფრო ჩემი აზრით სწორი არჩევანია, ჩემთვის 4 ნაჭერი ნამცხვარი. მე რო 4 ჭიქა 4 ნაჭერი ნამცხვარს მე ვერც შევჭამ. ხო, შენ ვერ შეჭამ. მე 4 ნაჭერ ნამცხვარს შეიძლება უფრო სიამოვნების შევჭამ, მე შენ 4 ჭიქა თქვათ ალკოჰოლი ისე შეიძლება დათრობა იმდენად არა საჭმელი მოგანდომოს რა. შეიძლება იმდენად არ მოგანდომოს შენ საჭმელი, თუმცა მე მგონი რომ შენც კარგად მოგანდომებს, რომც თენეთის გამოში მანამდე ნაჭამი მქონდეს. აი მე რო 4 ჭიქა ძავნიო, დათრობა ისევ გამოურიცხოთ საჭმელს, აი სავარაუდოდ იმ 4 ნამცხვარსაც შეჭამ და კიდე რაც იქნება ყველა კერს, ანუ რომც არ მინდოდეს, იმიტომ რომ ალკოჰოლი ჩემზეც და ზოგადად ეგრეა, ანუ შეიძლება საერთოდ არ გშიოდეს, არც არაფერი გენატრებოდეს, გინდოდეს, მაგრამ ნუ აი უკვე ნასვამ მდგომარეობაში თუ გადახვედი, მე უკვე აი ჭამ ვერ გრძნობ რას ჭამ, რატო ჭამ, მაგრამ თუ ცოტა იქე უკვე აი დათრობა და რაღაცაში ქონია მეც ოდესღაც წარსულში ეგ პერიოდები აი დენჯერს მაქსიმუმ 2 ჯერ არა რა 2 ჯერ როგორ აი იყო პერიოდები როცა რაღაცა სხვანაირად ცხოვრობდი შორეულ წარსულში და ვერ გზნობ რა არც არაფერი გინდა იმ საჭმელსაც არაფრის გაი ავტომატურად ჭამ თითქოს რაღაცა გინდა რომ აი აღარ მოგწონს ეს სიმცროვანე და რაღაცა ცოტა შეებრძოლო გამოხვიდე ორგანიზმის მდგომარეობიდან გამოიყვანო აი კონტროლოთ მიჭამია მეც და აი საშინელება ყველაზე მძიმე კერძი საახალწლო სუფრაზე შენი აზრით რომელია ყველაზე მძიმე კერძი რა არის რა კერძები ეს ხაჭაპური და ნამცხვარიც რო ჩავწვალოთ აი მაგორიდან ხაჭაპური ნამცხვარი ფხალეული სალათები კიდრებია. მარხვა არის თან ახლა ძალიან ბევრი ადამიანი მარხვაზე არის სამარხო ლობიო-ლობიანი ლობიო-ლობიანი და ხაჭაპური ბიძაშვილები არიან ერთმანეთს. ლობიანი და ლობიო. ლობიო იმდენად არა, ლობიანი და ხაჭაპური რა ვიცი. ხო, მაგორს გულისხმობ? როა იყო ცომი თქვა ერთ და იგივე ლობიოც გააჩნია ხშირიმდიგ ზოგი თქვა ხოლმე ელარჯი ალბათ ეგენიც არის? ну გააჩნია ხო ღომი ახალწლზე აქვს არ ვიცი არ მახსოვს აი არ ვიცი თუ მაინც უფრო მგონია რომ უფრო ხო რა ღომიც იდეაში ღერღინი ფქვინი რაღაც ისე ძიმეში გადის რა უფრო ცომეული და ტკბილი აი რაც თქვი თუ ხაჭაპურს და ნამცხვარს სიმძიმით კიდე რამე აი ლობიანიც ხაჭაპურში გავიყვანეთ სხვა რაიმე კერძმა გადაასწროს მე არ ამგონია რა უფრო აი ეგენი ცხიმიც აქვს, ნახშირწყალიც და ხო იცი, აი ცხიმის და ნახშირწყლის დიდი რაოდენობით მით უმეტეს როცა ცილა ნაკნებია, გავსებს, გამძიმებს და უაზროდ ბევრი კალორიის მიღება გამოდის რა.
გოზინახს მხოლოდ ახალ წელს აკეთებენ და გასაგებია რომ ენატრება ყველას. შოკოლადს რატომ ეტანება ეს ხალხი? ეგ ხომ სულ ხელმისაწვდომია. ხო, აი სხვათა შორის აი ეგ ეს იგივე რაც ნამცხვარზე ვთქვით. ხო, სავარაუდოდ აი მართლა გოზინაყი თუ უყვარს და შოკოლადსაც ჭამს, ალბათ ჩემი აზრით აი ეგ მომენტია რომ აი რაღაცა ყველას ხო აგინდა ყველაფერს უფლება გაქვს მგონია რაღაცა ფსიქოლოგიურია რა. უფრო ყველაფრის უფლება გაქვს ერთი კი ბატონო და ჩემი აზრით კიდე აი მგონია რომ ახანიწენ რაც არ უნდა მძიმე ცხოვრება რთული პერიოდი რაღაც იყოს რაც ყველა არის რომ აი excited რაღაცასია ყველა კაი ხასიათზე ყველა რაღაც აფორიაქებუნია ყველა რაღაც და ანუ აი სუფთა ისე ჭამს რა ის გოზინაყი ჭამა და ის კი არა რომ შოკოლადი უნდა ან რაღაც აი უბრალოდ აი ეს პერიოდია რაღაც და აი შოკოლადიც რაღაც ავტომატურად ტკბინი თან სხვა დროს რომ შოკოლად ჭამს ის ანუ ქვეცნობიერად ახსოვს რომ ეგეც აი ტკბინია და კარგია და სიამოვნებს და აი ჩემი აზრით ის კი არა რომ შოკოლადი უნდა არა გოზინაყი ჭამა მუცენი შენება უკვე აი გაბერვისკენ აქვს სავსეა მაგრამ შოკოლადის დაინახა და არაფერზე არ იფიქრა აიღო ჭამა რა მაგას ჭობდა გოზინაყი თუ ეწრება უფრო მეტი კიდე გოზინაყი ეჭამა მაგრამ ნუ აი ეგეთი აი რაღაცა უცნაური პერიოდია სხვა შორის და მაგიტომაც მიობა მაგას აი მაგიტო არ ცუნი რა რაღაც აი გაკონტროლება და რაოდენობის და გინდა თუ რაღაც რაციონალურად შეხედე ყველა რაღაც აღმატებულ ხასიათზეა ყველა რაღაც აი სასიამოვნო აფორიაქებული რაღაცის მოლოდინი აქვს სასიამოვნო და აი ამ ყველაფერს რო განიცდი კიდე აი რაღაცები შეიზღო რაღაც თითქოს აი რაღაც შეიზღუდე უარყოფითი მოიკენი ეგ არ გინდა რომ აი ბოლომდე გაფრინდე რაღაც ღამე 31-ში 12 საათზე რეალურად შია ხალხ მე უბრალოდ ტრადიცია მგონია მას იმიტომ ვკითხულობ რომ მეც ესე ვჭდები და ბევრს ჭამ ხოლმე ხო თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ესე შიმშილის გზნობა მაინც და მაინც თუ აი მართლა მთელი დღე არაფერი ჭამა და წამებს ითვნი და 12-ს ელოდება რომ გახსნას ჭამა არავის არ იქნება დღის განმავლობაში ავი ნორმალური ჭამს და ის ვისაც ძალიან ენატრება ნახა უფრო ზუსტად 12-ზე არა რაღაც 10-ისკენ თუ რაღაც 9-ისკენ რაღაც იზანო ხო გინდა არ გინდა ეპარები ხა აი ცალსა მარტო შიმშილის გზნობა მე თითქმის არავის არა უბრალოდ აი ალკოჰოლი შემოდის მანდ რა ხა თუ ერჭიქას დანავდიდათ არა თუ 2-3 რაღაცა აი გაუმარჯოს ამას იმას მერე უკვე ალკოჰოლი განდომებს ისევ აი რაღაცა ამდენი დანე და ხონდა რაღაცა მიაჭამოსავით აი ეგ ვარიანტი უფრო იქნება რა ვიდრე რომ აი მხოლოდ ფიზიოლოგიური შიმშილის გზნობა რატომ გრძელდება ჩვენთან ახალი წელი 20 იანვრამდე მინდა რომ უფრო ადრე მორჩეს აი სხვათა შორის 20 იანვრამდე რაც დრო გადის არ ვიცი განვითარების ბრანია თუ რაღაცა აი ჩვენ იქით განვითარებულ ქვეყნებს უახლოვდებით ხო დასავლეთი ევროპა თუ რაც არის ჩემი დაკვირვებითაც ნენელა მცირდება რა სულ უფრო და უფრო აქეთ იწევს რა დღეები რატო აი ჩაშან ფიზკულტურა მაგალითად მე მახსოვს რომ უფრო წამოიქოქა ისევე 20-ის მერე არა თუ მეშლე აი არა 20-ის მერე არა სადღაც პირიქით აი შობის მერე ასე ვთქვა ზონით ახალ წლამდე თუმცა იმის წინ იყო რომ რაღაცა შობამდეც არა 3-4-ში ძალიან მოულოდნელად რაღაც ნუ ალბათ მასიურად რა განწყობა იქნება და როგორ ჩაივნის ეს ახალი წელი როგორ ვთქვათ დაიკმაყოფილებენ ყველა მოთხოვნას აი რაც უნდა და ენატრებოდა და იმის მიხედვით ვინ როგორ რაღაცა იცი აი ვიღაცა თუ მართლა 31 პირველი ორში ძალიან ჩააჭირა მანდ ორი მომენტია რა ერთი რომ აი აღარ შეუნია გასკდა უკვე ყელში ამოვიდა და უნდა რომ აი ისევ ნორმალურში ჩადგეს მეორე ვარიანტი ვინც აი ну ცოტა ცადა გაკონტროლება და რაოდენობა ასევე აკონტროლასავით აი ეგ სისავსის და ყელში ამოვიდა შეგრძნება ჯერ ვერ მოვიდა რა და აი მიუყვება კიდე აი მაინც ყველა ჩემი აზრით ისე არის რა ძალიან რთულია და ყველა არასწორად თქვა უმეტესობა აი აღარ შეუძნია მომენტამდე მიდის და მერე იწყებს რადიკალურად ხო new year new miss განხორციელებას რა და აი ეს
ყელში ამოვიდა ვისთვის შეიძლება 3 იყოს, ვიღაცისთვის 7, ვიღაცისთვის 12, მაგრამ შეგრძნება რომ აი და მასიურად ალბათ ვისთვისაც აი ყელში ამოსლა რა რიცხვზეც იქნება, მე საერთო ჯამი იმიტომ მოგვეჩვენა რომ აი შარშან წინ მაგალითად სავარაუდოდ ეგრევე ჩააჭირეს, რაღაც დაიკიდეს და 31 ნორი მიაყარეს და იმიტომ რომ 4-ში უცნაურად ბევრ ხალხს მოუნდა რომ მოდი რაღაც დავიწყებ. შარშან აი როგორც თქვი რაღაც 7-მდე მიაგორეს 8-9 რაღაცა ზონით ახალი წნის წინ გაივსო ეთყობა ყველა ფერი და მერე გადავიდნენ შეტევაზე. კარგი მადლობა. შედეგი ამ ახალ წლებზე გადამეტებული სმაჭამით გამიფუჭდება? მიცი როგორი რაღაცაა? ანუ უკანაბიჯები ყველა ვარიანტში იქნება. რამდენად უკანაბიჯი დღეებზეა ხო დამოკიდებული ალბათ. დღეებზეც არის ერთი დამოკიდებული და მეორე საერთო ჯამი რო აიღო რა მცნია აი მანამდე ახალ წლამდე და მთენი წელი აი როგორ მიდიოდი იმაზეც არის დამოკიდებული რა რაღაცა იდეალურთან ახლოს და სასწაულად თუ წახვედი დიდი შანსია რომ იმდენად უკან ვერ წამოხვიდი ერთი რომ ფსიქოლოგიურად აი განწყობითაც რომ გინდოდეს რა ი ძალიან რომ გინდოდეს ჩადეს სავარაუდოდ ორგანიზმი და ტვინიც აი გოგონება აღარ მოგცემს იმდენის საშუალებას რომ აი მთენი წელი რომ რაღაცას კარგად აკეთებდი ასე თუ ისე მიჩვეუნი იქნება და მე დიდი ხნის განმავლობაში აი მინდა და აუშვა არ გამოვა რა მაგრამ თან რა თქმა უნდა სწორი თქვი დღეებსაა განსაკუთრებული მნიშვნელობა რა რამდენი დღე როგორ თუ მართლა 15 დღე და რაღაცა 20 დღე მიაბი დიდი შანსია რომ ბევრად უკან დაგხიოს რაც უფრო ნაკლები დღე უფრო ნაკლებად დაგხიოს უკან მაგრამ იქაც აი ხან ნახევრად აკეთებდი ნახევრად ვერა როგორც გინდოდა ისე ვერ ჩაატარე მთენი წელი მაშინ უბრალოდ დიდი შანსია ერთი რომ დიდი ხანი გაგრძელდეს ეგ მიყონები დღეები და მეორე კიდე უფრო აი უკან დაგხიოს ზუსტად ერთი და იგივე რაღაც რაოდენობით დღის და დარღვევა, მაგრამ რო შეადარო. შემდეგი კითხვა, ჭამა გაფუჭდება თუ გაგიგია? ეს იცი რას გულისხმობს? აი რაღაც რამდენიმე დღე როდებს მაგალითად იგივე სალათა ოლივიე, საცივი და ჭამე თორე გაფუჭდება, რომ ძირითადად ბებიები ან დედები ამბობენ ხოლმე აი ხარ გავაფუჭ არ გადავაგდოთ ჭამე. ამაზე ძალიან დიდი სარი ხოლმე ხუმრობები არის ხოლმე სოციალურ ქსელებში ახალი წლების მერე ჭამე თორე გაფუჭდება. არ გაგიგია? რა უნდა კი გამიგედა, რა უნდა ქნას? არა, ნუ ესე ყოფა ხუმრობის კითხვა არის და მაგრამ კი ისე ჭამე ცოტა თუ აი ოჯახში მე დიდი რაოდენობით გაკეთდა რაღაც და ვერ მოერია მთენი ოჯახი, აბრუნებია. მე ისე ვინც გააკეთა, მე მგონი მას უჭერს ძალიან თავის ნახევარს გადაგდება. აი სხვაჩვენს ჩემი აზრით მაგაზე აი ვინც გააკეთა ოჯახში რამდენად ავტორიტეტურია მაგაზე იქნება და აი თუ ძალიან ისეთია რა აი ამ ადამიანები არის ისეთი რომ ამის გაბრაზებას ტერის გაბრაზება ეს თავის ორ დღეს ორივე არ აუშავს მე მეც ვარჩევ კაცრად და სავარაუდოდ თუ ცოტა ისეთია მაინც და მაინც დიდად ასაპატივცემო რაღაცა ისეთი არ არის საპატივცემული რა საყარელია და არ ბრაზდება აი საყარელია და არ ბრაზდება არ აუშავს გეუბნება რაც ბებიებს ძალიან იშვიათობა რომ არ აუშავს არ ჭამო ძალიან ისეთია რა ერთეუნები თუ არიან მასე მაშინ უფრო ნაკნები როგორ აიცი შენც გინდა რომ ჭამო და მით უმეტეს რომ ესეთი ავტორიტეტული ადამიანი ზეწოლა გემატება აუ მაგასთან შებრძონება ძალიან რთული იქნება აი თუ მეორე მხარეა შენც მაინც და მაინც უკვე აღარ გინდა ისიც ბები კაი ბებო არ ჭამო არა უშავს მაშინ უკვე დიდი შანსია რომ მარტივად გადააგორო მაშინ დიდი შანსია რომ გადავაგდოთ ხო ხო ნუ არ შეიჭამოს ოჯახს ძალიან მიჭერს ხოლმე სწორკვეპაზე გადასვლა ახალი წლების მერე რატომ? მაგას ვიძახი, ეგ ვთქვი უფრო სწორედ, ძალიან გიჭერს გააჩნია რა. თუ მართლა 4 და 5 დღე გააკეთე, ძალიან დიდი შანსია რომ ძალიან არ გაგიჭირდეს. პირიქით მოულოდნელად მარტივად გადახვიდე ისევ. აი, როდესაც მართლა 10, 15 და 20 დღე და ზოგი 1 თვე გაგრძელდება, მე უკვე ამ 1 თვეში კუჭის დიდება გონებას ტვინიც აი სხვანაირად მცნიანად გადაწყობა არ ხდება რა თქმა უნდა არა ეგ დიდი დრო მაგრამ მაინც უფრო სხვანაირად მუშაობს და სხვანაირად გთხოვს მე რა და
მაგიტო ვიძახი რა, ეცადეთ მაქსიმალურად, რომ აი რაც უფრო ცოტა დღე იქნება, რაც უფრო აი კონკრეტულად რაღაცა მოგენატრა, რაღაცა ძალიან დიდ სემონებას განიჭევს, აი მაგათზე დახარჯოთ მთენი ეს ახალწლის დღეები, ექსაკვები მიირთვა და არა უბრალოდ რახან ახალწლია, რახან დასვენება, მოდი მიუშვებ და რაც კი რამეა, ყველაფერს შევჭამ, მეტად სიამოვნებს თუ ნაკლებად, არა უშევ შევჭამ, აი ყოველთვის აი რთული არის და მით უმეტეს რომ აი თქვი რა, ყველა აღფრთოვანებული რაღაც კაი ხასიათზეა, სასიამოვნოთ ისა, აი მერეზე რა, აი 5 დღის მერე, 20 დღის მერეზე აღარავინ აღარ ფიქრობს, აი თუ შეძნებთ ძალიან კარგი იქნება, თქვენთვის ძალიან სწორი იქნება, რომ აი მერე დღეებზეც იფიქროთ, რომ აი იმდენად არ გაგიჭირთ, რაც უფრო დიდხანს და მძიმედ, თქვა ასე თქვა, ჩააჭერთ, მერე უფრო რთული იქნება. ის კი არა რაღაც new year new me და ახალია და არა, აი ჩვეულ რელსებში ჩადგომაც ბევრად უფრო რთული იქნება რა. რომელია ყველაზე დაბალკალორიული კერძი სუფრაზე? დაბალკალორიული რომენი გამოვა? ფხალეული მე მგონი. ფხანი ხო, აი ფხანი, კი, რა იქ არ აქვს, ისპანახი იქნება, ჭარხნის იქნება, ზოგი კომბოსტო, რისიც არ უნდა იყოს. ფხანი ყველაზე ხო რა, რაც ანახა ნიგოზე რამდენი უნდა გავუკეთო, სადღაც 100 გრამზე 100 კალორიას არც ერთი არ აცდება და ყველაზე ნიგზიანი ბადრიჯანი? ნიგზიანი ბადრიჯანი არა. გააჩნია როგორც ზეთშია ხო შემწვარი ალბათ. ზეთში და ნიგოზიც რამდენია ნიგზიანი ბადრიჯანი, ხა ჩვენ ისპანახთან შედარებით ბევრად მეტი ნიგოზი უნდა რა და ნიგზიანი ბადრიჯანის გარდა სხვა ნებისმიერი ფხანეული, აი ყველაზე ის ვისაც აი რაღაცა რომენი არჩევანი და რაღაც დიდი რაოდენობით მინდა საჭმელი ყო რომენი ხალს მიაწაკით კი. რომელი ალკოჰოლია ნაკლებად ცუდი ორგანიზმისთვის? ცუდი სიჯანის სახის ამბავში კალორიულობის ალბათ ორივეზე ვთქვათ. კალორიულობას ხო, სიჯანის სახის ხრივ როგორც ტეკილა ხო ყველაზე აგავის რაღაც იმისგანო ყველაზე ისეთია რა. ყველაზე ბუნებრივი კი არა, სუფთა ალკოჰოლი, რაღაც ყველაზე ნაკლებად ზიანის მომტანი, ასე ვთქვათ რა. კალორიულადაც აი გააჩნია რას რამდენს რა ალკოჰოლი რა რაოდენობით გეყოფა რო ვთქვათ აი საახალწლოდ შენ რა განწყობაც გინდა რომ ეგ განწყობა რო შეგექმნას რა. ხო, თუ გინდა რომ ძალიან დათრო ალბათ უფრო სპირტიანი სასმელები. ის როგორ რამდენში უფრო მეტი გრადუსი რომელსაც აქვს რომ მალე მას ერთი შოთი 25 გრამიანი რო ავიღოთ 60-დან 70 კალორიამდე მერყეობს. ღვინოც, წითელი ერთი ჭიქა სადღაც 80-100 კალორია გააჩნია. აი ხო რა 100 გრამში სადღაც ხო რა 80-100 მშრალ ღვინოს გულისხმობ. კოქტეილი ყველაზე ის არის მე მგონი ნაკლებად. კოქტეილი ყველაზე ნაკლებად ახალწელს ხო სადმე თუ ხარ შეიძლება კოქტეილი თუ არ არის ხო სხვა სასმელი თუ არ არის კოქტეილი მოგიწევს მაგრამ ისე კოქტეილი ზოგადად მით უმეტეს თუ ბევრი ინგრედიენტია და აი შაქრის შემცველი ინგრედიენტებიც ბლომად აქვს რაც უფრო ნაკლები ინგრედიენტი და თქვათ აი უეჭვენი თუ კოქტეილი მოგიწია ყველაზე კაი ჯინ ტონიკი გამოდის ტონიკიც თუ უკალორიოა რა აი ძალიან ჯინ ტონიკზე ამბობენ ყველაზე ისეთი ლაითი კოქტეილია ტონიკი უკალორიო მაღაზიებში კი იყიდება მაგრამ დაწესებულებაში იშვიათად ხდება თუმცა არის რამოდენიმე და მამაიც კი აღარ აკეთებენ ადრე ძველ დროს იყო სპრაიტს უსხავდნენ ეგეც დაწესებულებას გააჩნია ზოგი სპრაიტ კი არა შეიძლება რავი არა თუ ხო რა მაინც კითხეთ იქნებ უკალორიო ტონიკი გაგდა გამიკეთეთ კითხოს რა უშლის რა მართლა არსებობს ალკოჰოლის უსაფრთხო რაოდენობა უსაფრთხოში მაინც გააჩნია რა იგონის ხო აი ზიანს რო არ აყენებს ორგანიზმს ასე ვთქვა ხო ეგ ხო იყო ეხაც სხვა შორის სერტიფიკატს რომელიც არ უნდა გაიარო ჰარვარდი იქნება თუ ISSA თუ სტენფორდის ნებისმიერ სადაც უნდა გაიარო ყველგან ყოველთვის გვასწავლიდნენ კი არ გვასწავლიან ეხაც ჯერჯერობით არ შეცვლენ გამბავი რომ
ერთი ჭიქა ასე ვთქვათ რა ღვინოზეა ხოლმე ძირითადად ლაპარაკი სუფთა კაი ღვინოზე რაღაც მდედრობით სქეთისთვის ერთი ჭიქა ღვინო ოკეი დღის განმავლობაში 24 საათში ერთი დღის განმავლობაში კაცისთვის 2-იც თუმცა ეხლა უფრო და უფრო მეტი და ასე ვთქვათ ავტორიტეტული რაღაც კუნებებიდან ვიგებთ რომ 1 გრამიც უკვე ანუ ოკეი ორგანიზმისთვის არ არის. ნელ-ნელა ალბათ შეიცვლება. რა თქმა უნდა, სად ხო ეს ჭიქასთან ნაკლებად ზიანის მომტანია სად 5-ს, მაგრამ ისე რომ აი ალკოჰოლისთვის ორგანიზმისთვის რაღაც პირიქით კარგი ალკოჰოლი ცოტა დრო დარჩა და ჩემი აზრით. ისე 0 გრამი არის კარგი. 0 გრამი ყველაზე კაი იქნება რა. მეც ესე მგონია და ალბათ შეიცვლება. თქვათ ადამიანი ვინც აი მაინც და მაინც არ სვამს ხშირად ცოტა თუ გაიაზრე დაუკვირდი მდგომარეობა შენ იმას აი ყველა ვარიანტში რაღაც ისეთია რა არა ვერაფერს ისეც ვერ მოგცემს რასაც შენ თვითონ რამე რომ მოინდომო ჯანსაღის გზით ვერ მიაღწიო რა სიმთვრალეც აი ეს მდგომარეობა რა რაღაც თითქოს მოდუნებული რაღაც მოდუნებული მხიარული ნუ ახლა ძალიან რთულია მაგაზე მე რა ვისაუბრე არცუნია რა თქმა უნდა ახლა ძალიან სიღრმეებში გადავედით მაგრამ მიღწევადია მაგაზე აუცილებლად გავისაუბროთ ერთი ეპიზოდი დავუთმოთ. სიღრმეებს იქნებიყვნენ ხო. სმა ვარჯიშის შედეგებზე როგორ მოქმედებს? სმა რაოდენობას და ხანგრძლივობას გააჩნია რა. ნუ აქ ალბათ ახალ წელს გულისხმობენ. აი ხო რა ზოგადად როგორც თქვით რა გრამი ალკოჰოლიც მაინც და მაინც სასარგებლო ორგანიზმის არ არის. ამიტომ ფიზიკური აქტივობაზე მით უმეტეს ვარჯიშზე დადებითად ვერანაირად ვერ ემოქმედებს, რაც უფრო ნაკლებს დანევ, რაც უფრო თქვათ არ მიაბამ ერთმანეთს, ამ მისცემ ორგანიზმს ან შეიძლება რაღაც 3 დღე ერთი და იგივე რაოდენობის დანევა 3 დღე ზედიზედ და 3 დღე რაღაც 3 დღის გამოტოვებით. აი გამოტოვებით შედარებით ნაკლები ზიანი მიადგება ორგანიზმს და ფიზიკური რაღაც ვარჯიშობდეთ, რასაც არ უნდა აკეთებდე, ანუ უკან უფრო არ დაგხევს, ვიდრე ზედიზედ 3, აი მერე დაგჭირდება ინდივიდუალურია, მაგრამ კაი ხანი რომ ორგანიზმი აზე მოვიდეს რა და მით უმეტეს ფიზაქტივობაში რაღაც აღიდგინო ყველაფერი, რაც მანამდე ქონდა. ამიტომ აი მაგას ეცადეთ, აი თუნდაც ეგ განწყობა თუ გექნებათ, რომ აი დანევა რაღაც შეიძლება ძალიან გინდოდეს პერიოდი ისეთია, მაგრამ აი ფიზიკურ რაღაც ვარჯიში ხელს შემისვნით იქნებ მაგან ცოტა რაოდენობა შეგამცირებინა. მე მაგათად ეგ მაგას ჩემი პირადი გამოცდილებით ვიძახი რა. აი მეც ხო დიდათ არ მიყვარს, არ სიამოვნებს, მაგრამ ხშირად რა თქმა უნდა მოვიტყუები არ არის ეგრე, მაგრამ იშვიათად მომდომებია რომ აი და რაღაცა მეც აი რაღაცა სხვანაირად ვიგზნო თავი რაღაცა. მაგრამ რატომღაც არც არ გიგეთ. რატომღაც არა, იმიტომ რომ მე ვიცი რომ აი ხვალ რო ვარჯიში მიწევს, იქ რო ცალკე სიამოვნება მელოდება, ის გაფუჭდება და ის სიამოვნება მომაკლდება ასე ვთქვა და ვერ ვთმობ ყოველთვის იმ აი ეხა რო რაღაცა ისე ვიგზნო თავი ხვალ რო ესე ვიგზნო თავი მიჩვენია რომ აი ეს ხვალს ვანიჭებ უპირატესობას. შამპანური თუ ღვინო ახალი წლის ღამეს რომელი ჯობია? შამპანური თუ ღვინო. სავარაუდოდ ღვინო რა შამპანური ვიზე როგორ მოქმედებს, ვის როგორი ერთი და იგივე რაოდენობაზე თქვა ვის როგორ კალორია მე მგონი იგივე აქვს ხო? რას თუ არ ვთქვათ თუ ნაკლები აქვს შამპანურს ცოტა. არ ვიცი. აუზე ესე ვერ ვიხსენებ სიმართლე გითხრა, მაგრამ ის რომ აი რაღაცა გაზი ემატება კიდე შენობა ვიღაცაზე ზოგზე შენობა საერთოდ არაფერი, ვიღაცაზე შენობა აი შებერნელობის და იმ ხრივ თან გამიგია ხა მე დიდათ ის არა, მაგრამ შამპანურს ხო უფრო ცუდი ძიმე პახმენი აქვს. ერთ და იგივე რა მე არ მეყვარს ავსვამ ხო. დაცვრა და აი რაღაცა მეორე დღეს პახმენია, მე მგონი შამპანურს უფრო ძიმეა ზოგადად ყველასთვის რა და ამიტომ ალბათ ღვინო ერჩივნება. აი მაგრამ ისეთი კითხვებია რა, ეგ ცოტა ადამიანი რომელიც რაღაცა 2 წელიწადში ერთი გასვამს, ეგეც რა შეეკითხები. თეორია კიდე იც როგორ არის თეორიულად შეიძლება სხვანაირად იყოს რა, მაგრამ თეორია პრაქტიკაზე ხშირ შემთხვევაში ბევრ საკითხში აი არის საერთოდ სხვა არის რა და ვიღაცა შეიძლება შამპანურს თუ მიჩვეუნა და მისი ორგანიზმი ცოტა სხვანაირად შამპანური შეიძლება უფრო მსუბუქად გადაატაროს.
წყლის მიღება ალკოჰოლის მის დროს მართლა გვეხმარება თუ ანუ რო არ დავთვრეთო ძალიან თუ ეს მითია? იცი როგორ? დათრობაში ზუსტად არ ვიცი, დათრობაში გააჩნია ადამიანს ინდივიდუალურია. შინაკნებად აი არ ვიცი, ვერ გეტყვი, მაგრამ შემდეგ დღეს, მეორე დღეს ზოგადად პახმენი არის. ნაბახუსებს ეხმარება. ძალიან ეხმარება. ბევრად მსუბუქად, ბევრად ნაკნები გექნება. ზოგადად პახმენი არის, ანუ ძირითადად სიცხეს კარგავს ორგანიზმი, dehydration ხდება რა და მეორე დღეს თუნდაც იმ დღეს თუ ვერ მეორე დღესაც წყანი არავის არ სიამოვნებს, მაგრამ ანუ აი ან შეიძლება მსუბუქად გაზიანე რაღაც სიცხის დიდი რაოდენობით მიღება ძალიან ეხმარება უფრო უმტკივნეულოდ და სწრაფად ნაბახუსებიდან გამოსვლაში რა და პროცესში თუ სვამ ბევრისგან გამიგია რომ დიდად არ სიამოვნებს და არ მარა თითქმის აი აკრობს ფაქტობრივად მეორე დღე ნაბახუსებს შეიძლება თუ არა ვარჯიშით ბჭყალებში დავაბალანსოთ სუფრის გადამეტება, სუფრაზე გადამეტებული ჭამა, ანუ დამსჯელი ვარჯიშია ეგეც? იცი როგორ ვარჯიშით გადამეტებულ ჭამას ეს რა გააჩნია რამდენად მე შეჭამა რა თითქმის შეუძლებელია რა უბრალოდ აი იცი როგორ თქვა ადამიანმა რაღაც ბევრი ჭამა და რაღაც გილთის შეგრძნობა ანუ ძალიან სიამოვნა გაუსწორდა მაგრამ რაღაცა დანაშაულის შეგრძნება რო არ კონდეს ანუ თავის აზრებში ყველაზე სწორი ფიქრი იქნება რომ იცი როგორ მით უმეტეს თუ დარბაზში ვარჯიშობს და რაღაც აი კუნთებს ავარჯიშებს ასე ვთქვათ რა კი რაღაც ბევრი ჭამა მომიწია რაღაც ახალი წენია თუ ნებისმიერ სხვა პერიოდი რაც არ უნდა იყოს ცოტა მეც შევჭა მაგრამ მეც რო შეჭამ ვარჯიშის ხრი და აი კუნთური მასის განვიჩა უკან ნაბიჯი არ არის პირიქით რა ანუ შეიძლება ძალა მოგიმ რაღაცა ძალიან იმდენი თუ არ ჭამე რო აი ვეღარ მოძრაობ და შედარებით მეტი რაოდენობა საკვებს კალორიას რო იღებ გინდა არ გინდა რაც არ უნდა თქვა ხაჭაპური და ნამცხვარი და ასე თქვა ჭყანებში ცუდი კალორიები არასასარგებლო იყოს მაინც ძალა გემატება და წონა შეიძლება უფრო მეტი აწიო ნაკნებად დაიღალო ანუ უფრო ხოძე იყო ჭყანებში ასე ვთქვა უფრო კარგად ივარჯიშებ უფრო ინტენსიურად გამოდის კუნთური მასის გინდ შენარჩუნების ამბავში გინდ მომატების ამბავში ანუ ცოტა კარგიც გაუკეთე ორგანიზმს ვარჯიშის ამბავში რა და აი ეგის არ კონდეთ რომ რაღაცა ბევრი ჭამე ამიტომ რაღაცა მეტი უნდა არა ბევრი ჭამე რაღაც უკეთესად შემეძნება ვარჯიში უფრო კარგად უფრო მეწონა შეიძლება აუწიო უფრო ინტენსიურად ეს ნუ ბევრი დალია ალბათ არა ხო არა ჭამა არ ახსენე ალკოჰოლზე არა თქო დიდი რაოდენობით საჭმელი აი ჩამეყარა ანუ კი თქვა თუ წონას იკნებდი ცოტა უკან ნაბიჯები გადადგი მაგრამ აი კუნთური მასის ამბავში თუნდაც 2-3 დღე თუ ზედმეტი გადავა რაღაცა მით უმეტეს თუ დაკნებაზე ხარ დამიჯერეთ მე ვარჯიში მომხოთ რო ივარჯიშებთ აი ენერგიაც იმდერი გაქვს ძალაც ისე გაქვს აი უჯრედების სავსეას უქრკნიკოგენით დაძეძგინია კუნთის უჯრედები აი ბევრად უფრო კარგად იგრძნობ თავს ამიტომ აი დანაშაულის შეგრძნება ნუ გექნებათ ვარჯიშის ხრივ კარგი გაუკეთეთ თქო ცოტა ისეთი ნათქვამი მაგრამ დიდათ არაფერი არავნეთ ორგანიზმს. ახალი წლის დღეებში რომ ვერ ვარჯიშობ, ძალიან მეშინია მგონია რომ წყალში მეყრება ყველაფერი. იცი როგორ დღეებში რამოდენიმე დღე რაღაც 31 პირველი 2-3 რაღაც 4-5 დღე თუ არ ვარჯიში არაფერი დიდათ პირიქით შეიძლება თუ აქტიურად ინტენსიურად ვარჯიშობდი, აი და ცოტა მეტი რაოდენობით საკვები მიიღებ, პირიქით კარგად აღდგეს ორგანიზმი კუნთურში, აი კუნთურ მასაში, აი ცოტა რო ვარჯიშობ ზიანი, აი ბოლომდე აღდგეს ყველა უჯრედები, გაძლიერდეს, აი კარგად მზად იყოს ვარჯიშისთვის, აი აქტიური ინტენსიური ვარჯიშისთვის, ამიტომ მაინც გააჩნია აი რამდენი თუ რაღაცა 2 კვირა ჩაგივარდათ უკვე ხო ცოტა ისეთი პერიოდია, მაგრამ აი ზოგადად რო ავიღოთ აი 1 კვირამდე გაცდენა საახალწლოდ ოკეი იქნება არანაირი დიდად ვარჯიშის ხრივ აი უკან ვაიმე და რაღაც უკან დავიხიე არ იქნება დამიჯერეთ. მით უმეტეს როგორც თქვი თუ მანამდე ინტენსიურად ვარჯიშობდი კარგი აღდგენა იქნება. შენი საყვარელი კერძი საახალწლოს სუფრაზე. ხო, ჩემი საყვარელი კერძი საახალწლოს სუფრაზე მაინც უფრო აი
ხანეუნი არა იმიტომ რომ ხა იწყო აი დაბალ კალორია ეს კაცი კალორიებს არანაირად ხანეუნი და ოლივიეც ანუ აი სალათები და ხორცი არ გიყვარს ყველაზე არა ხორცმა საცივი დიდად ხორცი ხაცივი არ გიყვარს ხო რა აი მაინც და როგორ არ ჭამ ხომიც თუ რაღაცა არის ხომსაც ჭამ და ხაჭაპურსაც ჭამ და ნამწუხარს არ მოხდა აი შენ წიწილა შემწვარი წიწილა გიყვარს ხო თუ შემწვარი აი ისე ვთქვათ ხო რა მე ხორციანი კერძებს რა თქმა უნდა უმეტესობა ძალიან მიყვარს მაგრამ აი საცივზე მაინც და მაინც არ გვიждები რა გოზინაკი ძალიან მიყვარს ღონთხინი საუცინებლად აი ჩურჩხელა დიდად არა აი ჩურჩხელას თუ ჭამ თხინისას ჭამ ისიც რა ქვია იმას ფელამუშიაც რაც შეიძლება თხენი უნდა კონდეს ხო რა ის სქენი არ მიყვარს თხინით სასურვენია თუ მოხალუნი იქნება შიგნით და გოზინაკიც როგორც თქვი ნიგზისასაც ეხე ჭამით შეიძლება ვჭამ მაგრამ რაც უფრო მეტი თხინი ექნება და თაფნი რაც უფრო ცხლად ნაკნები ექნება აი ეგეთი მიყვარს აი ხრაშუნა როა ასე ვთქვათ აი ეგეთი მიყვარს კი ძალიან მიყვარს და ეს ოლივიე და ფხანეუნი ზოგადად ბადრიჯანი ნიგზიანიც ეგენი ძალიან მიყვარს ისედაც რა ერთი რამ რაც ნამდვილად არ უნდა გავაკეთოთ ახალი წლის ღამეს. ნუ ჭამას ეხება სავარაუდოდ თესმას. ერთი რამ რა არ უნდა ნუ აი რაღაცა blackout-ამდე არ უნდა და მიოტრავია. თუ გაწყდი და მეორე დღე ვერ მიხდი რა ხდება ახალი წელი აზე თუ ვერ მოყვედი სხვა შორის ჩემი blackout-ი არა, მაგრამ ჩემი აი ალკოჰოლისადმი დამოკიდებულება აი ძირეულად აი ღრმად ზუსტად აი ერთ-ერთი ახალი წლის დღეებმა შეცვალა მაგდოს ინგლისში ვიყავი და რომენი წენია ვერ გავიხსენებ რა რაღაც და 10-11-12 რაღაც ეგეთი წნები მოკნეთ და ახალ წელს არ ვიცი რატო რას ფიქრობდი როგორ ბევრი სხვადასხვა ანუ რაოდენობრივად ძალიან ბევრი ადამიანები მაგრამ ბევრი სხვადასხვა ალკოჰოლის გასინჯვა თუ მიღება მომიწია ასე ვთქვათ რა და მე ხარ ვიხსენებ 3 თუ 4 დღე ვიყავი ნამთვრანი რა სომი ვიყავი ანუ 4 დღე ვერ ის კი არა რომ აი ჯერ რო აი უკვე დამთავრდა ახალი წლის პერიოდი აი ერთ სიტყვას არ ვამეტებ რა ნუ კედელ მოძრაობდი ჩემით ვერ დავდიოდი და ხელს რო აი წევდი თითებს ვერ ხედავდი აი მე რასაც ვქა ის სიმცვრანე და ახმენი არა აი მცვრანი რო ხარ 3-4 დღე აი ვერ საწონდან გებოდი რაღაც მაგრამ ანუ აი ვერ მოვიდი აზე აი ეგ იყო აი მენა აი ბოლურსნის რაღაც ჩაჭედება და იმის მერე ალკოჰოლი აი 1000-ში ერთხელ ცოტა რაღაც ის კი არა რაღაცა ვიცი რატომაც შიში მაქვს რაღაც ვაიმე ეგრე არ მომიწა არა ეგრე ფიზიკურად ვეღარ მომივა მაგრამ ნუ აი მანდ მივხვდი რა ჯოჯოხეთში ვიყავი თქო ვერ ვიტყვი რაღაცა ძალიან უცნაურ და ისეთ გომარებაში ვიყავი რასაც არ მინდა დავრუნება და ასევე ბოლო კითხვა იყო ერთი რამ რაც აუცილებლად უნდა გააკეთო ახალი წლის ღამეს ეს რა უცნაური კიდე ჭამასთან და ალბათ რა შერას კითხვა ხო ერთი რამ რაც უნდა გააკეთო აი რაც კი რა მართლა რაც გენატრება რაც აი მართლა ისეა რომ აი მთენი გოზინაკი მაგალითად ხო ისეთი აი ძალიან თუ გიყვარს და მთენი წენი რომ ელოდები აუცილებლად უნდა ჭამო და ნუ ერთს ავირჩევ და ყველაზე ისედაც სწორი ფსიქოლოგიურადაც და ისეც იქნება აი ყველაზე მეტად რაც გენატრება და რაც გინდება და რაც ქსიამოვნებს აი იმ კერძს მიაწექი რა ანუ რაღაც აი ესეთ რაც რო გავაკეთოთ მაგალითად აი წინასწარ სანამ ეს საახალწლო სუფრა გაიშლება თუ რაღაცა ყველაფერი მომზადდება აი ჩვენ თავთან დავსხდეთ ვისაც გვიყვარს ჭამა და ასე შემდეგ და ვიფიქროთ აი რა მიყვარს აი ახალი წელს რა არის განსხვავებული ალბათ პირველი კითხვა ყველაზე კაი ეგ იქნებოდა ეხა შენი ნალაპარაკები და მე ეს დასკვნები გამოვიტანე იმიტომ რომ მართლა ხაჭაპურის ისის მე მგონი ხა ყველგან ყოველთვის კეთდება და ხო ალბათ უფრო ესეთი კერძი არის საცივი
ჩურჩხელანი, ჩურჩხელას ხშირად შეგვიძლია, მაგრამ მაინც უფრო უმეტესად ახალწელსაც ჩურჩხელა, საცივი, გოზინაყი, კიდე არც ვისთვის რა არის და მარტო აი მივაწყვეთ მაგის ჭამას რა და რა ჩვენთვის განვასხვაოთ და რაც გიყვარს ახლა აქედან კიდე მე ცალკე ხა მე მაგალითად გოზინაყი არ მიყვარს და საერთოდ არ შევჭამ ახალ წელს ელოდები შეჭამა აი ცოტა ხო აი პირველი გავაცალკევთ რა არის საახალწლო განსაკუთრებულ კერძები რაც იშვიათად გვხვდება მეორე ამ განსხვავებულში რა გვიყვარს და აი მოდი ის ვჭამოთ და არა უბრალოდ ახლა ხაჭაპურს დაინახავ თუ იმას ყველს და პურს და ჭაათს და ასე შემდეგ და უკვირდით თავს რომ აი მესმის რომ მდგომარეობაში ხართ მაგრამ თქვენ იმას მიაწექით ასე ვთქვათ აი ესეც იმ შემთხვევაში თუ გაწუხებ მე მაგალითად ძალიან მაწუხებს სიმძიმე მეერე ბევრს რომ ჭამ და შემდეგ და ამიტომ არ მინდა რომ ბევრი მომივიდეს და ალბათ აი ეს კითხები არა მეც ეგ ნიგზიანი და ფხანი აი 4 დღე რო ჭამ ხან ერთი ფხანი ხან მეორე ხან ბადრიჯანი კუჭზე მეც აი კი ჯანსაღია დაბალკალორიო მაგრამ აი ზედიზედ რო ჭამ ვიზე როგორ რა და სხვა შუს აი ხო რა კაი რჩევა იქნება აბა ერთი ახანი წე რომ შემდეგ წელსაც მოვა იმის შემდეგზეც აბა ცადეთ ეგეთი რაღაცა რომ რაც ყველაზე გენატრებათ იმ კერძებიდან როგორც თქვით რომელიც ყველაზე მეტად ქსიამოვნებთ აი მაგას 80-90% მაგას მიაწექით და სხვა კიდე ის იქნება რა თქვა გოზინაყი რა სადაც არ უნდა მოხდეთ აი სტუმარი იქნება თუ წასვლები მოსვლები რაღაც აი ხო ყველას გოზინაყს აგერ ყველა სხვადასხვანაირი იქნება და აი ამაგაცაც დაიკმაყოფილეთ რა სულ ერთნაირი ხო აი გოზინაყი ვჭამე და რაღაც სახში გაკეთებული მომბეს და ვიღაცა სხვას თუ გიყურს სხვა გემოიქნა იცი როგორ მაქსიმალურად სხვადასხვა გოზინაყი თუ გიყვარს ბევრგან მიდის სტუმრად და ყველას გოზინაყები გაუსინჯეთ ხო ამ დასკვნამდე ძოძის მივედი სხვა ჩეს მე არ ძალიან მიყვარს ჩურჩხელა და არ მიყვარს ნიგუზიანი ჩურჩხელა ბევრად ნაკლებად მიყვარს ნიგუზიანი ჩურჩხელა ვიდრე თხილის მიყვარს მეც და თხელი ფელამუში თუ რაც ქვია და ამ ახალ წლებზე სულ სადაც ან წავსულა რა ყველანაირს ჭამ და არ ბენიჭებს იმ ხელა სიამოვნებას ნიგზიანი და მე ცოტა ძალიან სქელი როა ხოლმე და აი რატო რა ხანი ყველას აქვს ამიტომ აი არა ამ წელს უნდა მოვიქცე განსხვავებულად და ნუ საცივი არის ჩემი როგორი ტკივილი ყველაზე ძალიან მიყვარს საცივი ყველა კერძს შორის აი ყოველთვის და მარტო არის ხოლმე თითქმის ახალ წელს და მაგრამ შენ საცივს უნდა მიაწვე აი ხო რა ეგრეც ვაკეთებ თონის პური და საცივი არის ჩემი ეგ არის ეგ საცივს ეს არ გეგონოთ რაღაც წინასწარ და გიმ ეხა მოგვივიდა ეგ ძალიან ისეთი ხო კარგი რჩევა ხო კაი მიდგომა იქნება მეც ძალიან ისეთი კაი რჩევა ნამდვილად რომ აი მართლა რაც გიყვართ მიაწექით სხვადასხვა ყველგან სადაც როგორც ან წახვიდეთ აი ის კერძი წამეთ ძირითადად რაც გენატრებათ აი ის ახალ უფრო მალე მოგივათ ის აი რომ მორჩა აღარ მინდა მართლა რაც მენატრებოდა შევჭამე და მოდი დავიწყებ ჩვეულ გზას ან ჩემი რაღაც new year new miss ამბავს და ისე იქნებით რა ახალ წელსაც აი რო გაიხსენებთ უი რასასიამოვნო ჩაიარა სულ მე რაც მიყვარდა ისენი ვჭამე ძალიან კარგი ერთი კიდე ძალიან მინდოდა ვინმე შეფის მოწვევა ვინც იცის ვინც ასევე ერკვევა კალორიის და ნუტრიენტების თვალში და ასე შემდეგ რომ აი თუ არის იმის შესაძლებლობა რომ რაღაცა უფრო დაბალკალორიული საცივი გავაკეთო ან ასე შემდეგ თუ გაქვთ მაგაზე რამე აზრი კომენტარებში დაგვიწეროთ ან ვინ შეიძლება იყოს ან აი აზრია თუ არა თუ გააკეთებთ მაგას თუ ყველა არის ისეც ახალი წელია და მოდი ხკიდე კალორიები არ მაწვევი და ეხა საცივია შენ რო ძალიან გიყვარს და ეხა მოდი დიეტას ხო და აი შენება ცოტა ეგის მესმის რომ რაღაცა ვითომ განსხვავებული მაგრამ შენება არც ისე ისა ხო ნუ ამიტომ ვკითხოთ თუ რამე ბატონო კი ბატონო დაინტერესებთ. კარგი, მე მგონი დღევანდელი თემა ამოვწურეთ, ასე თუ ისე, რა ვიცი, მე ძალიან მომეწონა ეგრე აი ეს შევა ფიქრობ რომ ძალიან ბევრს რაღაცა უჩვეულო და განსხვავებული ახალი წელი გექნება თუ ამ რჩევას გაითვალისწინებთ. კი. მადლობა ძალიან დიდი და დროებით. აბა, ნახვამდის.